ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის რუსთაველის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის მერია საჯარიმო სანქციის არასწორად დაკისრებაში ადანაშაულებს. პარტია 15 ობიექტზე საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო 4500 ლარით დააჯარიმეს. დიმიტრი ჭეიშვილის განმარტებით საჯარიმო სანქციებამდე მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან წერილი არ მიუღიათ. პარტიაში აცხადებენ, რომ საჯარიმო ოლქში მითითებულ ობიექტებზე საარჩევნო პლაკატების განთავსება კანონ დარღვევას არ წარმოადგენდა, რადგან არც ერთი მათგანი ისტორიული სტატუსის მქონე შენობა არ არის. პარტიაში ფაქტწინა საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაფასებენ. მერიის ზედამხედველობის სამსახურში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბარში კი აცხადებენ, რომ პარტია დარღვევის შესახებ გაფრთხილებული იყო. ჯარიმის კანონიერებასთან დაკავშირებით კი გოჩა ძნელაძე პარტიებს მოუწოდებს სასამართლოს მიმართონ. სასაცილო არის ის, რომ მოგვდის სულ სხვა მისამართებზე ჯარიმა, რომელიც იმ გაფრთხილებაში საერთოდ მითითებული არ იყო და ესეც შეიძლება ასატარი ყოფილიყო თუ იქნებოდა მხოლოდ 50 ლარიან ჯარიმებზე საუბარი, მაგრამ იქ მითითებულია რამდენიმე კორპუსი, რომელიც არის ჩვეულებრივი მაღლები 9 სართულიანი შენობა, 4 სართულიანი შენობა, რომელიც არანაირ ისტორიულ ძეგლს არ წარმოადგენს. მაქსიმუმს აკეთებს ქართული ოცნება და დღევანდელი ხელისუფლება და მერია, რა თქმა უნდა, იქ დიდი შემადგენლობით ნაციონალური მოძრაობაც არის, რომ ჩვენ გქონდეს ხელშეშლა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში და ჩვენ ვერ მოვახერხოთ იმ უამრავი ამორჩევლისთვის ინფორმაციის მიტანა, რომელიც ჩვენ ხარჯს გვიჭერს, რომ თუ ვინ რომელ კანდიდატი მონაწილეობს რომელ უბანში და რატომ უნდა დაუჭირონ მას მხარი.